Დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერშია ინტერაქტივი, რომელსაც დღეს უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. Ამ დროიდან შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 557 88 55 88. ეს არის გადაცემა, რომელიც მთელი 1 საათის განმავლობაში იღებს სატელეფონო ზარებს პირდაპირ ეთერში და მთელი ეს დრო შესაბამისად გეთმობათ თქვენ, ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. ინტერაქტივი შეკითხვა ასეთი იქნება. შეიძლება თუ არა დადებითად შეფასდეს ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობა. თუ როგორც თავად ამბობენ პრეზიდენტებად, პრემიერებად, მინისტრებად, ან უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელადაც კი კორუფციაში ჩართული პირები და აგენტურა ინიშნებოდა. შეგახსენებთ, რომ ამ ტერმინებს აგენტურა ძირითადად ქართული ოცნება იყენებს თავისი ხელისუფლების ყოფილი წევრების მიმართ. პრაქტიკულად ყველა პრემიერ-მინისტრი, პრაქტიკულად ყველა პრეზიდენტი, მინისტრების დიდი ნაწილი, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელიც კი დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ დადანაშაულებულია კორუფციაში და დადანაშაულებულია ღალატსა და აგენტურაში. 13 წლის განმავლობაში ფაქტია, როგორც თავად ქართული ოცნება ამბობს, ასეთი პიროვნებები მართავდნენო ქვეყანას. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენ შევაფასოთ ქართული ოცნების პოლიტიკა, თუ კი მთელი 13 წლის განმავლობაში ასეთ პიროვნებებს გვინიშნავდნენ? აი ეს იქნება ზუსტად ჩვენი თემები, აგრეთვე როგორ აფასებთ იმ სკანდალურ ამბებს, რაც ბოლო დროს ისმის, მაგალითად ნახეთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლში ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლში და სხვა მაღალ ჩინოსნებთანაც, მათ შორის ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებულია მილიონობით დოლარი, ამოღებულია ძვირადღირებული ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული ნახატები. დღევანდელმა მმართველმა ელიტამ ზურგი შეაქცია ბატონ ღარიბაშვილს. ყველა ის ადამიანები, ვინც გინდათ სოციალური ქსელებით, გინდათ ტელევიზიით ხოტბას ასხამდა 13 წლის განმავლობაში ღარიბაშვილს, ლილუაშვილს თუ სხვებს, ვინც ახლა ეჭვმიტანილი არიან რაღაც კორუფციულ საქმეებში, ზურგი აქციას უღალატეს და ზუსტად ერთ დღეში თქვეს, რომ ჩვენ იცით რა ვემიჯნებით ამ ყველაფერს, ვემიჯნებით ღარიბაშვილს. რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ ვთქვათ ბატონი კობახიძე, ვინც ახლა პრემიერ-მინისტრი არ გამოცხადდება აგენტურად, კორუფციაში ჩართულად, მოღალატედ. რა გარანტია გვაქვს, რომ დღესაც არ არის გამეფებული ეს კორუფცია ქვეყანაში? იქნებ სახეზეა ორ კლანს შორის დავა დაპირისპირება და არა ვთქვათ კორუფციასთან ბრძოლა. ეს ეჭვები უჩნდება ჩვენ საზოგადოებას. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, ბატონო. გამარჯობა. ძალიან დიდი პოზიცია. ალექსანდრე აბდალაძის ტელეფონის ნომერს ვერ მეთქვი. ჩვენს თემასთან დაკავშირებით ვიღებთ ზარებს ამ გადაცემაში, ხომ არაფერს იტყვით საკითხზე? ჩვენს თემაზე რა სიტყვით? ჩვენს თემაზე. ჩვენს თემაზე გასაგები, ახლა გადმორთეთ როგორც ჩანს. ეს პირდაპირ ეთერია ჩემო ბატონო, არა რაიმე ცნობარი ან რაღაც საინფორმაციო ცენტრი არ გახლავთ და ამიტომ ბოდიშს გიხდით ასეთი მიმართულებების ზარებს ვერ გამოვეხმაურები. შეიძლება თუ არა დადებითად შეფასდეს ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობა. თუ როგორც თავად ამბობენ პრეზიდენტებად, პრემიერებად, მინისტრებად ან უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელადაც კი კორუფციაში ჩართული პირები და აგენტურა ინიშნებოდა. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. რა თქმა უნდა, კორუფციაში და საერთოდ ვიწყებს მიმართულებით არავის არ მოგწევს მეორე დიდი ხანია პოლიტიკოსებმა ოზესტაცია ხალხის არაფერი არ გააკეთეს და ყველა პოლიტიკოსებზე დაკარგული არის მადლობთ, გავიგეთ მთავარი სათქმელი, ცუდად ისმოდა, მაგრამ მაინც მივხვდით, რომ ვინც დააშავებს, უნდა დაისაჯოსო და პოლიტიკოსებმა ამ წლების განმავლობაში ხალხისთვის არაფერი გააკეთესო. აქვე შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად დაინიშნა 2024 წლის 1 თებერვალს. 11 თვეში, თითქმის ერთ წელიწადში
ირაკლი კობახიძის დანიშვნიდან 527 მილიონი ლარის პრემია დანამატი გაიცა პრემიები დაურიგდათ მთავრობის წარმომადგენლებს, აგრეთვე სახელმწიფო მოხელეებს, სამთავრობო ჩინოვნიკებს. 527 მილიონი ლარის პრემია დაარიგა მხოლოდ ერთ წელიწადში ირაკლი კობახიძემ. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. ბატონო ელი ამაზე ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. გეთანხმებით? ბუნებრივია გეთანხმებით, ბუნებრივია. ახლა ერთი ბატონო ელია. როცა ტელემაყურებელი თქვენთან ზეკავს ტელევიზიაში. სუსი ამ ნომრებს არის და მე პრობლემებს არ შევქმნის საზოგადოებას ვინცთან ზეკავს, მადლობა გაიხარე. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ასე ძალიან ვერავის ვერ შეაშინებენ, რომ სუსი ყველას და ყველაფერს ისმენს და უსმენს და როდესაც ადამიანს აქვს გამბედაობა და პირდაპირ ეთერში რეკავს და ამბობს სათქმელს, ესე იგი ის არაფრის დამალვას არ ცდილობს და არც არაფრის ეშინია და სწორედ ასეთი მაყურებელი და რადიომსმენელი გვყავს ჩვენ. ზარია ეთერში გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. გამარჯობა. გამარჯობა. მომენტად ილია ბუდია ხმებმა ჯამთელად გამყოფნოთ. თქვენც ასევე, მადლობა. კარგი მოგიხვანოთ. მადლობა თქვენ. დიახ. და ასუნიდან თქვენი შეკითხვაზე მეკითხავთ. დიახ. რომ რის მართალია ბედია თავობა არის ამეთი წელიწადი. ისეთი მაგალითი უნდა იყოს ღარიბაში და კობახიძემ მაგისკანების მომავალი თაობისა და აგია ნამუსი აგია სინდისი ბოდიში აფრიკაბარაკი და მაგრამ რა თქვა აღარ ვიცი 20 ლარი მოუმატეს პენსიონერს და 45-ის წლის მერე აგი რა საქმეა და ახლა რომ ამბობ რომ კობახიძემ ამბი გასწავლე სამი თეაუს მედი კიმარა ჩვენი სამახავს რა უქნა პენსიონერებს რა უქნა დიახ გავიგეთ ალბათონი მადლობა თქვენ გავიგეთ მთავარი სათქმელი თქვენი შეგახსენებთ კობახიძე პრემიერ-მინისტრად დაინიშნა 2024 წლის თებერვალში წლის ბოლომდე, ანუ 2025 წლის შემოსვლამდე, ანუ მან თითქმის ერთ წელიწადში 527 მილიონი ლარის პრემია დანამატი გაანაწილა თავის გუნდზე და თვითონაც შეხვდებოდა ბუნებრივია აქედან წვლილი. ჯერ არ გვაქვს მონაცემები 2025 წელიწადში წლის განმავლობაში რამდენი აიღეს პრემია, ამასაც გავიგებთ მალე დაიდება მონაცემები. როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ჩხეკას, პრემიერ-მინისტრის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლში და სხვა მაღალჩინოსნების კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალს, დაკავებების სერიას, რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ და სხვა და სხვა. და თუკი მთელი 13 წლის განმავლობაში აგენტურა და კორუფციაში ჩართული ადამიანები მართავდნენ ქვეყანას, თავად ქართული ოცნება ამბობს ამას, მაშინ როგორ შეიძლება შევაფასოთ ქართული ოცნების ეს 13 წელი ჩვენ? კარგად თუ ცუდად? ზარია ეთერში გისმენთ? კარგად. დიახ. ილია ვიცვიდე ერთოდა. გისმენთ? ილია ვიცვიდე ერთოდა. ალო გისმენთ, ეთერში ხართ, დაიწყეთ. კარგი. ტელევიზორს ხმას რომ გამოურთავთ, ხელახლა დარეკეთ ბოდის, გიხდით არ მყარდება კავშირი. 557-88-55-88. შეიძლება თუ არა დადებითად შეფასდეს ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობა, თუკი პრეზიდენტებად, პრემიერ-მინისტრებად, მინისტრებად, უშიშროების სამსახურებშიც კი აგენტურა და კორუფციაში ჩართული პირები ინიშნებოდნენ, როგორც ამას თავად ამბობენ. ზარია ეთერში გისმენთ? ჭებატონა გამოუთავ ახლა ვარშე გამოუთავ ამ ტელევიზორს. ჩემი თხოვნა, როგორც კი დარეკავთ, მაშინვე გამოუთავთ. მე ყოველთვის თქვენ გრეკავთ. დიახ. მე ის საჭმეა მიყვარს, აჩიგვარიდან ვარ. დიახ. მადლობა თქვენ ამ ერთგულებისთვის და პატივისცემისთვის. მიიღეთ ჩვენგანაც დიდი პატივისცემა. განაგრძეთ რა სიტყვით ჩვენს თემაზე.
კარგით, არ არის კავშირი, რა გაეწყობა. მასიური დაკავებების სერია გრძელდება, ყველა ვინც თქვათ გაბედავს და რაიმე საპროტესტოს იტყვის, მაშინვე აკავებენ, რუსთაველზე გასეირნებისთვისაც კი უკვე ხალხს იჭერენ, მიღებულია დიქტატორული კანონმდებლობა ქვეყანაში, რომელიც კრძალავს აქციაში მონაწილეობას და გზის გადაკეტვას და იმხელა ჯარიმებია და იმხელა სასჯელია, რომ ეს სააკაშვილს არ მოსვლია აზრად, რომ აი ასეთი რამ გაეკეთებინა და ასეთი კანონები მიიღო. ანუ სააკაშვილსაც კი აჯობეს ზოგიერთ პუნქტში, ამის თქმა მინდა. მე მახსოვს 2012 წლამდე პერიოდში მთელი 9 წელი ჩვენი ბრძოლა, როდესაც რუსთაველზე აქციას მართავდით ახალგაზრდა ბიჭები, მაშინ მოვიდოდა პატრული, ჩაგვსვამდა პატრულის ავტომანქანაში და 100 ლარით, ანუ 200 ლარით დაგვაჯარიმებდნენ და იმავე საღამოს გვიშვებდნენ. იშვიათი გამონაკლისები არსებობდა უფრო მეტი სასჯელის, მაგრამ აი დღეს 5000 ლარით აჯარიმებენ, პირდაპირ ციხეში უშვებენ ახალგაზრდას, მათ შორის ბავშვების დაპატიმრებაც დააკანონეს. ბავშვი შეიძლება შეცდა და მივიდა აქციაზე, არ არის ბავშვის ადგილი აქციაზე, მაგრამ თქვათ შეცდა და მივიდა. უნდა დავიჭიროთ ბავშვი ამის გამო არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლე? აი ეს რეპრესიული კანონმდებლობა არის წარმოუდგენლად მძიმე, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ზარია ეთერში, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ეს აქციები რა ხდება, მაგრამ აქციები აქცია. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის აქცია. ხან აქციაზე რომ ვიტრიბებოდი, ხალხი ერთი საფუძვლება არ გინდა ხალხი და არა ცეცხლი ამდენი ქვეყანა. ქალბატონო, შეკითხვაზე რა სიტყვით, აი რა შეკითხვაც დღეს გვაქვს, თუ 12 წელი აგენტები და კორუფციაში ჩართული პირები მართავდნენ ქვეყანას, მაშინ კარგად იყო ეს 12 წელი საქმე და დღეს რა გარანტია გვაქვს? მარტო 12 წელი არ მოხდა, თქვენ პროტესტებია. მე ვიცი, რომ 20 წელია, პრინციპოს და ყველა პოლიტიკოსმა. არა იქნება ყველა უნდა აღწევს სახელმწიფო ვით გატანცვა. არა, შეიძლება პრემიერია თუ მიარსა და არის. ყველა უნდა აღწევს და ყველა უნდა გაიცანოს და იქონებს სამასონად ჩაყვერდოს ვით სახელმწიფო გაზარდა. და ხალხი გაზარდა სახელმწიფო ვინ არის ხალხია. ხალხი და ხალხი გაზარდა. არა ჩაწერა ვიქეთ ყოველთვის რასტიკატერის უფლებაში დარჩა ცუდად ისმის ბოლო სიტყვებს ვერ ვგებულობ, რატომღაც აი ბევრი ასეთი ზარია დღეს რომ კარგად არ ისმის. მადლობა ქალბატონო, გავიგეთ ნაწილი თქვენი საუბრისა. 5-5-7-88-55 ეთერშია ინტერაქტივი, როგორ აფასებთ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს, საით მიდის, რა გზით მიდის ქვეყანა და როგორია თქვენი შეფასება. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. კიდევ ერთხელ გირეკავ ბატონო ილიას ახლა დაგირეკავ. ეხლა რა მინდოდა თქვენ? დიახ. ძალიან ბევრ თანხას იღებენ. ახლა ახალი წელი მოდის და პენსიონერებს ადგენდა დაურიგონ 100-150 ლარი, 200 ლარი და მაშინ დავიჯერებს ბიძინა ივანიშვილის ვაჭკაცობას და პატრიოტობას. დაურიგონ ხალხს ან პენსიაზე წესხები რომ აქვს ხალხს 1-2-3 თვის გადაუხადონ და მაშინ ვენაცვალე კაცობაში ივანიშვილს და კობახი. პირადად მიმართავ ბატონ ბიძინას, გააკეთე ეს და მაგარი კაცი იქნებს. მადლობა ბატონო ილი. დიდი მადლობა თქვენ. გეთანხმებით იმაში და ობიექტივი დიდი ხანია იბრძვის რომ ეს საპენსიო სესხები უნდა განულდეს საერთოდ, იმიტომ რომ ყოველგვარ ზნეობრივ თუ მორალურ თუ ყველანაირ კანონს არღვევს ეს უსამართლო სესხები და პენსიები, რომელიც უსამართლოა ქვეყანაში, ამაში მოგყვებით, მაგრამ ერთი საკითხია, რომ ჩვენ პირადი ინტერესიდან გამომდინარე არ უნდა ვაკეთებდეთ შეფასებას. თუ ახლა მაგალითად ბიძინა ივანიშვილი მოვა და პენსიონერს 200 ლარს მოუმატებს ან აჩუქებს, მაშინ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნება კარგი იყო. ანუ პოზიცია უნდა იქმნებოდეს ობიექტურ დასკვნებზე დაყრდნობით და თავად გვეუბნებიან 13 წელიო პრეზიდენტები, ვინც იყო ყველა აგენტურა დაგინიშნეთო, მოღალატეებიო, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები, მათ შორის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელიც კი კორუფციაში იყო ჩართულიო, ყველა მოღალატეაო.
თავად ღარიბაშვილს ის ხალხიც კი გაემიჯნა, რომლებიც წლების განმავლობაში ხოტბას ასხამდა და აქებდა და ადიდებდა და მეგობრად მოიხსენიებდა, მეგობრობა და გვერდში დგომა მე სხვანაირი ვიცი. პირადად. თავად კობახიძე რას აკეთებს, ვითომ პატიოსანი კაცის იმიჯი აქვს მორგებული და ამ დროს დანიშნიდან 10 თვეში, თითქმის 1 წელიწადში, 11 თვეში უკაცრავად 527 მილიონი ლარი გაფლანგეს, 527 მილიონი ლარი გაფლანგეს პრემიებში. ეს გააკეთა კობახიძემ, არ ვიცი რა გააკეთა უკეთესი ვთქვათ ღარიბაშვილმა ან სხვამ. მთელი ამ 13 წლის განმავლობაში არ გვიგრძნია რომ ისინი ხალხზე ზრუნავენ. პენსიონერზე, ახალგაზრდაზე, შუახნის ადამიანზე ზრუნავენ, ჩვენს არ დაგვინახავს. და როგორ არიან კარგი, როგორ არიან ღირსებით მივდივართო, რომ ამბობენ თუ კი 13 წელი თავიანთ თითქმის არ იყოს, აგენტებს და კორუფციაში ჩართულ პირებს გვინიშნავდნენ ყველა მაღალ თანამდებობაზე. იქნებ დავიწყოთ ეს განხიბულვა ქართული ოცნების ქმედებებისგან, ოდესმე მივმართავ დიდი პატივისცემით ამ პარტიის მხარდამჭერებს, ქართული ოცნების მხარდამჭერებს. განხიბულვა იქნებ აი ამ ფაქტებზე დაყრდნობით მაინც. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. საერთოდ არ არის გასაკვირი ეხლა ეს რაც ღარიბაშვილზე ითქვა, რადგან საქმე იმაში არის, რომ კაპიტალისტური სახელმწიფოა და კაპიტალისტურ ქვეყანაში მარტო ფორმაჭრები კი ახდებიან კაპიტალისტები და ბიზნესმენები. თვითონ სახელმწიფოში სათავეში კაპიტალისტები ზიან. ეხლა რასაც კი ეხლა ღარიბაშვილმა ეს ფული დღეს და გუშინ ხوارისოვა კაცო. ეს თანხა აგროვა ამ კაცმა თუ რა გზით აგროვა, ეს ადრიდანვე უნდა ყოფილიყო გარკვეული. ეხლა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა ერთი ფანჯარა რო ჩასვა, სახლში მორბის სოცაგენტი საიდან ისევე ფულიო და შეიძლება მოუხსნას სოციალური დახმარება და ეს ამხელა ფული და ეს ამხელა სიმდიდრეები რო ქონდა ამ კაცს, რატო თავიდანვე არ უთხრეს? რატო თავიდანვე არ მოთხოვეს პასუხი სიტყვაზე ვამბობ თუ არასწორი გზით მიდიოდა ან მშენებლობა და ან თავისი სიმდიდრე რაც აქვს დაგროვილი. ეს გასაკვირი ჩვენთვის არის უბრალო მოსახლეობისათვის, თორე მათთვის ეს არ უნდა იყოს გასაკვირი და მთავრობის დღევანდელ პირებს მე არ მგონია რომ ნაკლები თანხა ქონდეთ თვითონ და შესაძლებელია მეტიც ქონდეთ. უბედურება ჩვენი ქვეყნის ის რომ ჩვენს ქვეყანაში შემოკარგო ასეთია კაპიტალიზმი არის ეს და მიდიან ასე კაპიტალისტი ვინ არის ჩვეულებრივი კანონიერი ქურდი ისინი სხვის ხაზზე მდიდდებიან ასეთი ცხოვრება არის ეს და როდესაც იყო სოციალიზმი იმ ცხოვრებასაც ფაშიზმი უწოდეს აი ასეთი ხალხი უწოდება და ერთმანეთს უძახიან კომუნისტებს კომუნისტები უთულოდ ცხოვრობდნენ და ქვეყანას ჩაახარჯეს მთელი ფულები მაგრამ ის უბრალო ხალხმაც უარყო და ახლა უნდა შევეგუოთ ასეთ ცხოვრებას. აი ასეთ ცხოვრებას უნდა უყუროთ, იმიტომ რომ არის კაპიტალიზმი და უნდა დაექვემდებაროს ხალხი. გამოხვალ მოთხოვ პასუხს არ დაგითმობს თავისგან. არის ასე, ხო ხდება ეს 55 წელია და უნდა მივყვეთ დინებას. აი ასეა. სხვა პარტიას ასეთია. გასაგები არ უნდა მივყვეთ დინებას. მადლობა ქალბატონო, არ უნდა მივყვეთ დინებას და წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ ამას. ამ არჩევნებზე, ბოლო არჩევნებზე, რაც ამ თვეში ჩატარდა, მოსახლეობის 75% უბრალოდ არ მივიდა არჩევნებზე. აი ახლა ჯერი უკვე იმ 75%-ზე ისინი უნდა მივიდნენ და მივლენ კიდევაც დარწმუნებული ვარ უკვე. თავარია რომ ეს ადამიანები კარგად გაბრაზდნენ, კარგად დაინახონ ამ ვითარების არსი და მივიდეს ეს 75% და ვეღარ მოხდება მე 100%-ით და 60%-ით ვერასდროს ვერ აყალბებს ხელისუფლება. ამიტომ მოდის დრო რომ ისევ არჩევნების გზით, მნიშვნელოვანი არჩევნების გზით უნდა გავისტუმროთ ეს ხალხი და არა ძალადობით და არა ვთქვათ რაღაც დაპირისპირებით. კი, მხილება უნდა იყოს, აქციებიც უნდა იყოს, სხვადასხვა აქტივობები უნდა იყოს, რომ ამათი სახე დავანახოთ იმ 75%-ს კარგად, ვინც არ მივიდა არჩევნებზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი რაიონში ვიმყოფებოდი ცოტა ხნის წინ და მთავარი ღირსშესანიშნაობა ამ გაუბედურებულ რაიონში იყო დეპუტატის სასახლე. მაჟორიტარი დეპუტატის სასახლე პარლამენტში ვინც ის. აი ასე ამ კაცის სასახლე იყო მთავარი სანახაობა. იქ აჩერებდნენ მანქანას და ესე შეხურებდნენ გაოცებით. და ასეა გამდიდრდნენ რეგიონებშიც, რაიონებშიც, კორუფციაში ჩაერთნენ, ყველაფერი დაითრიეს და ყველაფერი გაინაწილეს და ამ
მთელ სისტემას მფარველობდა და მფარველობს დღევანდელი ხელისუფლება და თვითონაც ამაში არიან გახვეული როგორც ჩანს. რა გარანტია მაქვს რომ დღეს იგივე არ გრძელდება? რა გარანტია აქვს ბატონ კობახიძეს დიქტატურას რომ აკანონებს ამ ქვეყანაში რომ ხვალ თვითონ არ შერაცხავენ მოღალატედ და აგენტად? რა გარანტია აქვს? და რა გარანტია აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერებს რომ ხვალ მათთან არ მივა უსამართლობა? და დაუცველი დარჩებიან, მარტო დარჩებიან შემდეგ ამ უსამართლობის პირობებში. ამიტომ დროულად უნდა დავიწყოთ ჩვენ მოქმედებაც, აქტიურობაც, ვისაც გაღვიძება სჭირდება, გამოფხიზლება სჭირდება, უნდა გამოფხიზლდეს. ბოლოს და ბოლოს მიხვდეს რა უსამართლობაში ვცხოვრობთ. ზარია ეთერში, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. გისმენთ, ეთერში ხართ ბატონო. ახლა გისმენთ. დიახ. ცოტა სვავარებაში შესული კაცი ვარ და გისმენთ ახლა და დიახ. პატივცემდი თქვენ ობიექტივ ყოველთვის. დიახ. მაგრამ ახლა ამ თუთას დავწმუნდი. იმიტომ არ გაძლევთ თქვენ ქართველი ხალხი ხმა. ქართველი ხალხის სახელით თუ ილაპარაკებთ, თქვენი სახელით ილაპარაკეთ, ძალიან გთხოვთ. ახლა ამ მომენტში საჭიროა მაცალე, ნუგზავი. ამ მომენტში საჭიროა რომ მოვიშოროთ ეს ხალხი, რომელსაც ქვია ნაციონალები. ეს უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ ახლა. ეს რომელიც აზარზარებს ამ ქვეყანას. გამქრალია ნაციონალური მოძრაობა. ერთმანეთთან გავარჩიოთ საკითხი. კობახიძე იგი, იმიტომ რომ აგზელებს ამ სიტყვებს. არც ერთი არ გიწევთ, აღარ ხარ. კარგით. დიდი პატივისცემით გეუბნებით, იქნებ გამოფხიზლდეთ, ჩემო ბატონო, იქნებ განიხიბლოთ ქართული ოცნებისგან. ჩვენ ამ გადაცემაში არაფერს არ ვამბობთ ისეთ, რაც ფაქტი და ჭეშმარიტება არ არის. ამიტომ ნუ ბრაზდებით, დიდი პატივისცემით გეტყვით ამას. და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ნუ ილაპარაკებთ, იმიტომ რომ ქართველი ხალხის 70% და ეს ფაქტია, არჩევნებზე არ მისულა და ვინ გვაძლევს ჩვენ ხმას და ვინ არა, ეს თქვენი ერთი კერძო პირის შესაძაფებელი არ არის სიმართლე თუ გინდათ. შეიძლება თუ არა დადებითად შეფასდეს ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობა. თუ როგორც თავად ამბობენ პრეზიდენტებად, პრემიერებად, მინისტრებად, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელებადაც კი ინიშნებოდნენ კორუფციაში ჩართული პირები და აგენტურა. ეს სიტყვები ქართული ოცნების სიტყვებია. აგრეთვე როგორ აფასებთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, გნებავთ არაპოლიტიკურს, ჩხრეკას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის სახლში და სხვა პირების აგრეთვე საიდანაც ამოღებულია $7 მილიონ მეტი და ძვირადღირებული ოქროულობა. როგორ აფასებთ იმას, რომ ბატონი კობახიძე დანიშვნიდან ერთ წელიწადში $9 მილიარდზე მეტს პრემიის სახით არიგებდა ჩინოვნიკებზე? რა სიტყვით კორუფციულ სქემებთან ერთად დიქტატორულ კანონებზე და რეპრესიულ მდგომარეობაზე, რაც შეიქმნა ქვეყანაში? ზარია, გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით. ეხლა მე პირდაპირ უყურებ ამ კადრებს, რასაც თქვენ აჩვენებთ და სიმართლე ვთქვათ, არ ამგონია ეს ნამდვილი იყოს, აუცილებლად ჩაუდეს რა. დიახ. აი, ჩაუდეს რა ალბათ რა ეს ოქროული და ეს ფული რა. მოგითხრათ, არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს სუსის კადრებია, სუსმა გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ხო და ალბათ ეს სპექტაკლი დაუდგეს რაღაც ესეთ, თორე არ ამგონია მართლა ეკუთვნოდეს გარიბაშვილს ეს რაღაცები რა. ისედაც მოგზაურებულად დადიოდა ყოველთვის და რა. ამდენი ქონება ეხლა ვერაფერს ვერ გეტყვით, მეც თქვენსავით როგორც მოქალაქე ვუყურებ ამ პროცესს, არც ერთი მხარის დამცველი არ ვარ და არც ერთ მხარეს ამ შემთხვევაში ვამტყუნებ, მშრალად ფაქტებზე ვსაუბრობ. ქვეყნის ბიუჯეტი 6 მილიარდია, ესე იგი მე აცედი ამათ ქონიოთ სახლებში რა. კეთილი, მადლობა თქვენ ზარისთვის, გასაგებია. შეიძლება თუ არა დადებითად შეფასდეს ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობა, თუ ქვეყანას 13 წლის განმავლობაში, როგორც თვითონ ამბობენ, მოღალატე პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები მართავდნენ, აგენტურა იყვნენ ქვეყნის სათავეში, როგორც თვითონ ამბობენ. ქართული ოცნება ამბობს და ადანაშაულებს ყველა წარსულში მყოფ ჩინოვნიკს აგენტობასა და კორუფციაში. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ.
ფერ როგორ მიგაჩნია ახლა საკაცრო შეადარა ყობახიძე სწორია? ვინ შეადარა ყობახიძე სააკაშვილს? აი ვით გამოდის ახლა და ლაპარაკობს იქ. თქვენ ეთერში ხართ და წამყვანს ესაუბრებით. მე ვთქვი სააკაშვილი და ყობახიძე შევადარე? თქვენ თქვით. სააკაშვილის დროსაც არ ყოფილა ერთ-ერთი დღეს. ესეთი კანონებიო, ხო? კი, ამაში გეთანხმებით, არ ყოფილა. ნამდვილად არ ყოფილა ესეთი რეპრესიული კანონები. აი, რო ეხა თუნე დაურიგოს ხალხსო. ეს ქართველი ხალხი ისეთია დღეს 5000 რო დაურიგოს. იტყვი არა ცოტა მოგვეციო კიდევ. ეს რა არის ბევრი მოგვეცი კიდევ. ბატონო, კითხვა მაქვს თქვენთან, გესმით ჩემი ხმა? თუ კი 13 წლის განმავლობაში პრემიერები, პრეზიდენტები, მინისტრები, აგენტები და კორუფციაში ჩართული იყვნენ, კარგად იმართებოდა ესე იგი ქვეყანა თუ არა? სააკაშვილმა ნაგავი დატოვა, იმ ნაგავ გაწმენდაოდა, გასუფთავება უნდა. ეგრე უბრალოდ არ მოდის ყველაფერი. რატომ არ გაწმინდეს 13 წელიწადში მაშინ? 13 წელი ცოტა დრო არ არის, რატომ არ გაწმინდეს? 20% ხალხია და 80% არა ხალხი. კარგით, მადლობა დიდი. სამწუხარო არა ასეთი სხვადასხვა მიმართულების თემები გვერევა ერთმანეთში. ადამიანს თუ დაუსვამ შეკითხვას და ეტყვი რომ არჩევნები ცუდად ჩატარდაო, ის პასუხობს რომ აბა სახელმწიფო გადატრიალება გინდოდაო? ეს ორი სხვადასხვა თემაა. კარგი არჩევნებიც გვინდოდა და სახელმწიფო გადატრიალებაც არ გვინდოდა. აი ახლაც ეს შემთხვევაა, თუ ვიტყვით რომ ცუდად მიდიოდა 13 წლის განმავლობაში საქმე, აბა ნაციონალური მოძრაობა გინდაო? მე მინდა რომ ქვეყანა კარგად მიდიოდეს და ნაციონალური მოძრაობაც არ მინდა. ეს ორი სხვადასხვა თემაა და ობიექტური და სუფთა უნდა ვიყოთ გულწრფელი ჩვენ შეფასებებში. ზარია ეთერში გისმენთ? ტელევიზორს დაუწიეთ ხმა და დაიწყეთ. გისმენთ? ეხლა დიახ. აი იქნა თუნდაბლა. ძალიან შორეთილა დაგაჩინე გარგო. დიახ. ყველა ისურველი და ცეხლა უჩეთ ის სიცხიანი რეჟიმი. სააკაშვილის სიცხიანი რეჟიმი და რა ხდებოდა დადანიშნა? არ დაგვაუწყდა. თავრობის მეკლა მე ყავი არაცხენია თუ ყველაფერი ერთად ეხლა მე თქვენ სულ სხვა თემაზე გადადიხართ ალბათ არა ვარ ყველაფერი მაყოტილები არ ვარ კლასები რაც მანდალი მაგრამ დავითადოთ ხელში მოწამიწეს ეხლა ამას ომი არ არის სამედიცინო კარგად მიძინებს და ვიღიზეთ შურები რო გადიან არის არ მეშინია რომ კარგად შემოვიდნენ ვიცი ანუ იმათ ნუაყვებით იმდა თქვენ ნუაყვებით სპარტია ხარ პატუშკენ ელემის განმავლობაში ყველა არჩევნები წინ არჩევნები ჩემი რომ მიყოთ თქვენ ადრე ხმათ თქვენი ჩემი ოჯახი დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ მადლობა გავიგეთ თქვენი სათქმელი კიდევ ერთხელ უნდა განმეორდე დღევანდელი ხელისუფლება თუ არ მოგწონს ეს იმას არ ნიშნავს რომ წინა ხელისუფლებაა გვინდა ხო კარგად გამიგეთ ძალიან მარტივია არ გვინდა ნაცები არც ქართული ოცნება არ გვინდა მორჩა და გათავდა არ არის აქ ბევრი ერთმანეთთან კამათი საჭირო ერთმანეთისთვის რაღაც სიარლიყების მიწებება ნუ ავწდებით თემებს თუ 13 წელი ჩვენ გვინიშნავდნენ როგორც თვითონ ამბობენ აგენტურას მოღალატეებს კორუფციაში ჩართულ პირებს პრემიერ-მინისტრებად და პრეზიდენტებად ესე იგი ცუდად იმართებოდა 13 წელი ქვეყანა და რა თქმა უნდა ჩვენ ნაცმოძრაობა და ისისხლიანი რეჟიმი არ გვინდა მაგრამ აქაც ბევრ მიმართულებაში უკვე იგივე ხდება. შეიძლება თქვენ არ გეშინიათ თქვენი შვილი რომ გარეთ გაუშვათ, მაგრამ სხვა მამას ეშინია რომ საკუთარი შვილი გაუშვას. მაგალითად დღეს კაცი გამოვიდა სასამართლოსთან, მისი შვილი დაიჭირეს და მე ამ არჩევნებზეც კახაკალაძეს მივეციო. ხმაო, მაგრამ ჩემი შვილი გამიმწარეს და გამიუბედურესო და ამის მოთმენა როგორ შეიძლებაო. ანუ სანამ თქვენს ოჯახში არ მოვა უსამართლობა, მანამდე უნდა დაინახოთ ეს და მანამდე არ უნდა დაუშვათ. რომ ეს ხდებოდეს ქვეყანაში. 13 წლის განმავლობაში რამხელა ბრძოლა გასწია ობიექტივმა და ამ გუნდმა რომ საზოგადოება გამოგვეფხიზლებინა, გვეთქვა რომ ეს ბოროტება.
კი, დიდი ნაწილი გვიჯერებდა, მოგყვებოდა, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი კარგა ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ვაცალოთ, ახალი მოსული არიან, აბა შევარდნაძე გინდა, აბა რუსეთი გინდა, აბა ეს გინდა, აბა ის გინდა. ბოლოს კი მიხვდნენ, მაგრამ ამ 9 წლის განმავლობაში ბევრი საშინელება მოხდა. 100-ობით პატიმარი მოკლეს. 150-მდე ადამიანი დახვრიტეს ქუჩაში. უამრავი ბიზნესმენი, უამრავი მოქალაქე გაამწარეს. მაინც და მაინც აქამდე უნდა მივიდეს საქმე. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ეხან ქალბატონ ირმას დაუშვეს კითხვა რომ მოლოტოვის კოქტეილი რო თქვენთვის ესროლად რასის ამბეთო. ესე იგი თქვენ რომ თავრობაში ყოფილებითო. ბიჭო ამ ზონაზე საქმე რატო უნდა მიუშვა რომ კოქტეილობია და ქვები სოლარდეს. ბიჭო რით უნდა გაამართლოთ ემსავრობა რით მაინც არ ვიცი. რაბერ შეიძლება ასეთი ლაპარაკი ახლა მეორე ესო ერთმა თქვა რომ უნდა დაარიგონო საახალწლო პენსიონერებს 100 და 150 ლარიო. შედალოსვილო შენ ხარ ისეთი ალბათ რომ 100 და 150 ლარად გაგიდე ხმა. რა თქმა უნდა მათი 150 ლარი მე როცა რომ ქვეყანა იღუპება. რა მოგწონთ მათ ერთი თქვით? ბიჭო ცოტა თავი გაარკიეთ ბიჭო რამ გაგაგიჯათ ამ მარტოფულზე 100 ლარად რას იყიდით დღეს განდი ეგეთ და რაღაც ბატო სიგარეტს თუ ეტევის გეიგე. განდი ეგეთ ბაზარში და გაიგე რა 100 ლარი როცა რომ ქვეყანა იქცევა. კაცი არ ყავს პატრონი. ბიჭო იმან რა ქვია ივანიშვილმა ხომ გითხრა რომ მე-4 წელი იქნება ძალიან კარგი წელი. ბიჭო მე-4 წელი კი არა მე-4 წელი მიდის მე-4 წელი და გახედე რა ხდება ქვეყანაში. მარტო მიგრანტების სახით ისეთი ნაღმები გაგვიკეთეს ჩვენ ქვეყანაში რომ ჩვენ შვილებს რა შვილიშვილებს მაინც უწევს ის რომ ეს უბედური ხალხი რომ შემოაფლიეთ შეგიძლიათ. რა შეამართლეთ ბიჭო რა შეამართლეთ გამართლა გაკიდულება სულ გაკიდულებოდა უკუღმართებოდა ოხრებოდა მომდენგებო. მადლობა მესმის ემოციები 557 88 55 88 სტუდიის ტელეფონის ნომერი ბატონ ღარიბაშვილს ვინც მეგობრად მიიჩნევდა ვინც აქებდა და ადიდებდა მთელი ამ წლების განმავლობაში მოულოდნელად განუდგნენ ზურგი აქციეს და გამოაცხადეს მოღალატედ. ხვალ შეიძლება კობახიძე გამოაცხადონ ასე მოღალატედ. როგორც გამოაცხადეს კვირიკაშვილი, გამოაცხადეს კიდევ პრეზიდენტები, მინისტრები, რამდენი ერთი არა გახარიაც თვითონვე ამბობენ ამას, მე კი არ ვამბობ ვინ იყო მოღალატე და ვინ არა, რა ჩემი საქმეა. მაგრამ თვითონ თუ ამას ამბობენ, მაშინ ხალხმაც უნდა გაითვალისწინოს, ვინც ამათ მხარს უჭერს, რომ თქვენ რომ დღეს გაგიჭირდეთ. ეს ხალხი გვერდში არ დაგიდგებათ, ვისაც იცავთ. ეს არ არის შეკრული და ერთიანი გუნდი. აქ შიგნით ისეთი ბრძოლები მიდის, როგორც ჩანს ეს, რომ აი წარმოუდგენელი რაღაც ხდება, რასაც მართლა ვერ წარმოვიდგენდით. ზარია ეთერში, გისმენთ? გესმით? მესმის თქვენი ხმა, დიახ. ირო, ახლა მე დავრეკე ტელეფონზე ხო მეგობარმა დარეკა რომ 150 რა 150 რა ვფიქრე რომ მეგობარო. უმისმენ ახლა შენ. ხალხიდან ფულს მოიგებენ და აჩვენებენ დოლარებს 7 მილიონი კი არა 400 ამოღებული. აი ის ხალხი სტოურიკე თული მეთქი მეგობარო აზრის გამოტანა არის ეს კი ბატონო მეორე ქალბატონმა დარეკა ჩემი დიდი პასპორტება ხნე ქალბატონი იყო და ნაციონალები მოგვაშორებენ როგორ მოგვაშოროთ ნაციონალები სასამართლოში ნაციონალებია თავრობაში ნაციონალებია პარლამენტში ნაციონალებია არიან ქალბატონო პარლამენტში ჩემო დეიდა დიახ მადლობა გეთანხმებით მე როხი ფული ამოიღოთ აი ახლა ეს ფული რომ ამოიღოთ ის დაურიგო ხალხი ახლა მივხვდი გავიგე 150 და 200 მე არ მიგვის კი ბატონო გავიგე ხარ და დამეხმარე აუხსენი ამ გავიგე ახლა მივხვდი თქვენი სათქმელი მადლობა თქვენ ზარისთვის რაც შეეხება იმ ქალბატონის ზარს რომ აბაო ნაციონალური მოძრაობა გინდათო ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან შედგება 95% დღევანდელი ქართული ოცნების. ციხეებში ის ჯალათები ისევ დატოვებული ყავთ, პოლიციის სამმართველოებში ისევის მოძალადე პოლიციელები მუშაობენ. დიდწილად ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა.
მერებად, გამგებლებად, მინისტრებად, ბოლოს და ბოლოს, პარლამენტარებად ინიშნებიან ასეთი ყოფილი ნაციონალები დღეს. და აუკრძალავთო ვითომ ნაციონალურ მოძრაობას და იქ თინაბოკუ ჩავადარჩა იმ ნაციონალურ მოძრაობაში, მარტო და იმას აკრძალავენ, არ ვიცი. თუ აკრძალვათ, ჯერ დაიწყონი თავიანთი 95%-დან. თავიანთი წევრები აკრძალონ, ახალი წევრები, პორტირებულები, რომ გაივსო ეს ქართული ოცნება ნაცმოძრაობით. ზოგიერთი სოციალურ ქსელში ხუმრობს კი არა, ამაში არის რაღაც ლოგიკა, უკვე დაბრუნდაო ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში, იმიტომ რომ გადავხედეო ქართული ოცნების გუნდის წევრებს და 90%, 95% ყოფილი ნაციონალიაო. ზარია ეთერში გისმენთ? ილიკო, გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო. ძალიან პატივსაცემი შვილო შენ და მე არასოდეს დამავიწყდება შენი პროტესტი, შენობით გელაპარაკები შვილის სტორიის. რა თქმა უნდა. ხო გენაცვალე, აი მე ის როცა აზარტულ თამაშებს აპროტესტებდი, არ დამავიწყდება არასოდეს. ჩემო კარგო ილია, არავისი ბრალი არაფერი არ არის, ეხლა რო უკვირდები. ძირითადი ადამიანის ფაქტორი ის არის, ჩვენ თავარი არ ვიცით სად არის. ჩვენ თავარი უნდა მოძებნოთ, საიდანაც წამოვიდა ჩვენი უბედურება, რომ ხალხი ესე გაუბედურდა, გაირყნა, ფულზე დახარბდა, შეიძლება დაიგეშოს ადამიანი ფულზე, ასე ჩემო კარგო, დაგეშილი ფულზე, ხალხი გახდა ასეთი ჩვენთან. მე ვფიქრობ, ერთადერთი უნდა მოუშოროს სწორედაც, უნდა ვებრძოლოთ, დიახაც ჯარიმაც უნდა გამოუწეროთ, ყველაფერი იმ დასავლეთის მაიმუნებს, რომლებმაც ჩვენ ესე გაგვაუბედურეს, ჩვენი პატიოსანი ხალხი, ჩვენი წესიერი, მორალურად მაღალი ხალხი, აი ესე დღეში ჩააგდეს, რომ დღეს უკვე აღარ იცის ადამიანმა რა გზას დაადგეს, აი ასე გააფუჭეს ხალხი. თავარი უნდა მოუშოროთ, აი ზუსტად თავარი აგენტურა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის ყველაფერი. ეს ფული რო აქ მოდის, შვილო, ეს ფული აფუჭებს ადამიანს და ახალგაზრდას არ აგავს, ქალს არ აგავს, ის არავინ არაფერს არ აგავს და ჩვენ აქ იმას კი არ ვებრძვით, ერთმანეთს ვებრძვით და ერთმანეთს სულს ავხდით, რა ამის ფული ამოყადოთ. რის გამო? რის გამო და სწორედ ეს ფულია აქ თავარი, ფული ჩვენთვის თავარი არის დავამყაროთ ურთიერთობა ჩვენ ძველ მართლმადიდებელ ქვეყანასთან რუსეთთან და ყველაფერი მოისპოვა ეს ნაციონალიზმის ნახე რა მოვუოთ მაგასაც სუყარა ჩაჩუნდება და ყველა ჩადგება თავის მადლობთ ქალბატონო. რუსეთთან ურთიერთობა. გავიგე თქვენი სათქმელი, მადლობა ზარისთვის. ასეთი გამოთქმა გვაქვს ქართველებს, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენიო. ერთ დღეს შეიძლება ქართული ოცნება გადავიდეს და აუცილებლად იქნება ეს დრო ადრე თუ გვიან ოპოზიციაში. თავიანთივე მიღებული კანონებით რომ თვითონ ექნებათ მერე პრობლემები, აქციას რო ვერ ჩაატარებენ, იმიტომ რომ აქციაზე გასვლა ითვალისწინებს ან პატიმრობას, ან დიდ ჯარიმას. როდესაც თავიანთივე კანონით შეიძლება თვითონ აკრძალონ ისინი. აი ამაზე ნუ თუ არ ფიქრობენ. ან მაინც და მაინც ნუ გვექნება სწორება იქ აქციაზე ვინც დგას დღეს ამ პერიოდში იმ ადამიანებზე. თქვათ პატრიოტთა ალიანსმა დაგეგმა აქცია და გავიდა, ხომ? აი უკლავენ ამის შესაძლებლობას, რომ თამამად გახვიდე აქციაზე და დადგე. იმიტომ რომ რეპრესიული კანონები მიიღეს. სრულებით რეპრესიული. ეს ასეთი კანონები მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის, რასაც ესენი იღებენ. და ყველას აკრძალვა და ყველას განადგურება უნდათ და არ გამოვა ასე. ადრე თუ გვიან ამოყირავდება ეს უსამართლობა. შეიცვლება დრო, დრონი მეფობენ და არა მეფენი. ზარია გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. მთელ საქართველოს მივესალმები და სვამს დაკითხს. ჩემო ძვირფასო მთავრობა. ყველა მოღალატე რო დაგვინიშნეთ, პასუხს ვისაგებინებთ აწი. ჩვენ გვეჩხუბებიან აქეთ. პრეზიდენტები, პრემიერები, თანამდებობის პირები, ყველანი მოღალატეები იყვნენ. ვიცით რა საკეთებდით, განა არ ვიცით, კაცო, ფულში რო ცურავთ, ვიცით და ყველა სიბინძურე რო დაამკვიდრეთ საქართველოში. 6 მილიონი დესუმძირის ფულია შემოილია, სხვაგან არის, ახლა ეს ჩვენ დასანახავად 7 მილიონი. ბიზნესზე მეტი ფული აქვს თითოეულ ამადგანს.
ამ კოლცენტრებიდან და იმდენიდან და პასუხი ვის მოთხოვთ ბატონო ბიზინა და ბატონო ირაკლი კობახიძე ვის გითხარით ყველა მოღალატე რატო შემოგვაციეთ ამ ქვეყანაში მე მართხოვ პასუხს მოდით ერთმანეთს ნუ დავჭამ და მოვთხოვთ პასუხი ვინ პასუხმოსათხოვია მილია ცოტახან დარგანფიცოთ მაგრამ მთავარი უბედურება უნდა გითხრათ დღეს ევროპამ მოიძულა ბიზინა ეხლა ბუდებს იკეთებს არაბეთში და არაბებს აძლევს საქართველოს. რამდენი მიწა მისცეს მიყიდეს თუ რასქნეს არაბებს და ბიზინა აქ რო არ იქნება არაბეთში და არაბები არავის წინაშე არ აგებენ პასუხს. არც ევროპის და არც რუსეთის წინაშე. ის ბუდებს იკეთებს და ჩვენი მიწა ბორდომის დღე სარფი აგერ კრწანისი რაც ვიცით ესენი არაბებზეა გაყიდული და რათა ვიცით და რომელი სოფელი ძითა უბედურება და 100 ლარი 200 ლარი და 10,000 და მილიარდი ვერ უშველის ამას შვილო ხვალინდელ დღეს გვისპობენ შილებს რა უთხრა და შვილიშვილებს გამაგებინე და ის სირცხილია გუშინ დავნიშნე კაცი ელემენტარული სირცხილე და დღეს მოღალატეა ელემენტარული მე ბოდიში და უკმაყოფილება რომ მომსვლია ვინმესთან ილია ოჯახში არ მithქვია იმიტომ რომ სირცხილი იყო რატო მომივიდა უკმაყოფილება და რატო ვერ მოვზომე მეც და ან მანდმეთი და ამას რო ამბობ აი აქ არის ჩვენი უსირცხვილობის ხაზი გამავალი რომ არაფრის აღარ თქვენია რამდენი მოღალატე საირანიშა საქართველოში მადლობა გავიგეთ ქალბატონო დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით სხვათა შორის ევროპასთან და დასავლეთთან მთლიანად ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა ქართულ ოცნებას მაგრამ ბოლოს უკვე იმათმა უთხრეს რომ აი მარადეულად რატომ უნდა იყოთ თქვენ როდესაც ცუდი გზით მიდიხართ და არასწორი გზით მიდიხართ და აი მაშინ მოიძულეს ევროპა თორემ სანამ ევროპა ეუბნებოდა იყავით კარგები ხართ მოგწონ ხართ და თანამშრომლობდნენ მაშინ ერთმანეთთან მშვენივრად იყვნენ ესეც ორმაგი მიდგომაა ხო რაც შეეხება არაბებს, ნუ ეს უკვე ტრაგედიაში ვართ, არ ვიცი მე რამდენად უნდა ვთქვა, რომ იყიდება ეს მიწები ტრაგედია, შენდება არაბული სოფლები და ქალაქები, ინდოელებით და პაკისტანელებით ივსება ჩვენი ქალაქი და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ შეიცვლება, იმიტომ რომ ეს ხდება ამ ხელისუფლების პირობებში. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა ბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით. ცოტა 13 წელი კი არა 13 წუთი გამარჯვნა გადავხდოს რანაირი მართლობა იყო. დიახ. ეხლა ეს თავრობა კი ყუის ვიძახით მაგრამ რო დაემალა ეს საქმე ძალიან გამწუნდებოდა მე. ხო გამოავლინე. ირაცა გააკეთეს ასეთ რამეს. იმასაც გამოავლინე. მეორე კიდე შემოყარა. რუსთაველზე ნებისმიერ შეკითხებს გავლენს მანქან რას უშება ეს 2-3 კაცი 15 კაცი 17 კაცი ის შემოვნებს რომ გადაუდგეს წინ და თუ ჩემთან არ ახარ გაგაჩერებ არ არის სწორი რასა უნდა იყოს სარიელი და ის დადგომას არავინ არ უშლის ჩვენ ვიდექით და ვიდომებით კიდევ არ არის მესამე კიდე კაცი გამოვიდა რა უფლება კაცო შენი აზრი გამოწი მაგრამ როგორ მლაძღავს სხვასაც რატო ლანძღავს ფესტერებო თქვენდებინებო ესეც სიტყვები როგორ შეიძლება აგისთან ადამიანს ჯობია მათით გაუთიშოთ დიდი მადლობა გენას კარგით მადლობა თქვენს არისთვის რა გარანტია გვაქვს რომ დღეს ვთქვათ იგივე არ ხდება რა გარანტია გვაქვს რომ ეს ორ შტოს შორის ქართული ოცნების შიდა ორ შტოს შორის დაპირისპირებაა და კორუფცია ისევ გრძელდება როცა გამდიდრებულ დეპუტატებს ხედავთ 89 მილიონერია საქართველოს პარლამენტში თუ 84 არ მინდა შემეშალოს და ამ ხალხს კიდევ ხელფასები გაუზარდეს, სოციალური დახმარებები და პენსიები არ გაზარდეს. რა გარანტია გვაქვს, რომ დღესაც ეს კორუფცია არ არის? რა გარანტია აქვს ქართული ოცნების ზოგიერთ ლიდერს დღეს, რომ ხვალ აგენტურად არ გამოაცხადებენ? ეს ერთი სტილია, ერთი სტილით იმართება ქვეყანა. ახლა გაბრაზდნენ ღარიბაშვილზე როგორც ჩანს, მე არ ვიცი რა ხდება რეალურად, გაბრაზდნენ მასზე და აგებინეს პასუხი, თორემ რამდენს შერჩა ეს წაღებული მილიონები? რამდენ შერჩა და რამდენ შერჩება კიდევ კაცმა არ იცის. ისე სხვათა შორის ამ გახსენებაზე ნაციონალურმა მოძრაობამ რომ ასობით მილიონი და მილიარდები მოიპარა და სააკაშვილი მილიარდელია, რატო არაფერს არ აბრუნებინებთ? ესეც მინდა ქვეკითხვად დავსვა. ზარია ეთერში გისმენთ?
მოგესალმები. მოგესალმებით. რა შეკითხვა ჩილო? შეიძლება თუ არა დადებითად შეფასდეს ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობა, თუ როგორც თვითონ ამბობენ პრეზიდენტებად, პრემიერებად, მინისტრებად და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელებადაც კი კორუფციაში ჩართული პირები და აგენტურა ინიშნებოდა. ჩილო, მომისმინე შენ ხო ჩემზე კარგად იცი რომ პოლიტიკა არის ბიზნესი თამაში. და პოლიტიკაში ყოველთვის ხდება ასეთი ბიზნესურები და ასეთი გაცვლა გამოცვლები. მაგრამ ეხლა შენ მე ჩავწე უცებ ტელევიზორი და მოგიწმინე. ასეთი რაღაცა თქვი რომ იმანიშვილო მანამ უყარდათ ევროპელებსო სანამო კარგად იყო და მათ დავალებებს ასრულებდაო და როცა უთხრეს აბი სადამდე უნდა ისე შენო და ხა მოვიდესო მე უყეო შეიძულა ეს ალტი არის ხო ჩილო ევროპასთან მანამდე იყო იმანიშვილი კარგად სანამ ევროპა დავალებას მისცემდა გახსენი მეორე თუ მესამე ფრონტიო რუსეთის წინააღმდეგო რაც მართალია ეს ადამიანს არ უნდა დაუკარგო როდესაც იმანიშვილმა ეს არ გააკეთა falsi ამოიღე შენ ჩემზე არის ჭიშლო შენ ახარ ჟურნალისტი პროფესიონალი რა ხდება მსოფლიოში ფაშისტური ევროპა რომ ასავს და მასონური ბატონო ჩემო ქალბატონო არა როგორ არ შეგაწყვეტინოთ ახლა მე მესაუბრებით და მეც მაქვს უფლება რაღაც კი პასუხოთ როდესაც ნინო წმინდის პანსიონატი დახურა ქართულმა ოცნებამ მაშინ რატომ არ შეეწინააღმდეგა ვთქვათ ლომჯარიას რომელიც აგრეთვე თვითონ დაგვინიშნეს ევროპის დავალებით და ამერიკის მომისმინეშულო მე ყველა მსგავსებას ვეწინააღმდეგები ყოველთვის სკოლებიდან ხატები რომ გაქონდათ რაც იმართლია ის უნდა ითქვას და ეს საქართველოს ჩაბეტონებულიყავ ქართულ ოცნებას ესაც იმართლია არ შეიძლება რომ ქვეყანა იყოს ესე უჯრაობას არ შეიძლება უნდა მოვიდნენ ჯანსაღი ძალები რომლებიც ქვეყანას გამოიყვანენ ამ ჭაობიდან ანარქიიდან ქაოსიდან მადლობა უღრმესი მადლობა გავიგე თქვენი სათქმელი ქალბატონო მესმის თქვენ რომ აი ეს ომის თემა კვლავ აქტუალურია მაგრამ ეს განვლილი თემაა უკვე წავიდა ეს აღარ არის დღის წესრიგში დღეს თუ ჩვენ გიჟები არ აღმოჩნდებით და ჩვენ თვითონ არ შევიჭრებით რუსეთის ტერიტორიაზე აქეთ არავინ არ გვიწყებს ომს ყველაფერი ნორმალურად არის დარეგულირებულია მეტიც ტრამპის ძალისხმევით ომები სრულდება მსოფლიოში და ასე ვთქვათ ტრამპსაც აგენტს და ასე ძახიან deep states ბოდიში აი ეს ვითარება გვაქვს ყველასთან ესე ბოროტად არიან ყველასთან ესე უღიმღამოდ არიან ვერც რუსეთთან მოაგვარეს ურთიერთობა რომ ტერიტორიული მთლიანობის თემა წინ წავიდეს რაღაცა დაიძრას ყინული არა რუსეთთანაც ნოლი დასავლეთთანაც ნოლი მარტო კარგად მიდის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქმე თუმცა მათთანაც უნდა იყოს კარგად საქმე რატომაც არა ჩვენ მტრობა არავისთან არ გვჭირდება ამ ქვეყნის სასარგებლოდ ყველასთან თანამშრომლობაა საჭირო და რაც შეეხება ომის თემას, ვიმეორებ რომ მოლდოვაშიც კი არ დაწყებულა ომი. მოლდოვას დღემდე ყავს, აი შეიძლება ვთქვათ რადიკალურად პროდასავლელი მთავრობა. მოლდოვას და იქაც არ ყოფილა ომი. აი ბელორუსიაში მაგალითად რადიკალურად პუტინის მხარდამჭერი ხელისუფლებაა, მაგრამ არც იმათ დაუწყიათ ომი უკრაინის წინააღმდეგ და ახლა მაინც და მაინც ერთი საქართველო იყო ის ვისაც ყველაფერს უკეთებდნენ იმის გამო ოღონდ ომი დაიწყეო. კი იყო რაღაც გამოწვევები სერიოზული და ამას წინააღმდეგობა გაუწიეს ეს კარგია თქვით ეს თავის დროზე ახლა სხვა თემებზე გადავიდეთ ზარია გამარჯობა გისმენთ ო გისმენთ და მოусმინეთ იმას რა სიტყვით დაუწიეთ ჩემო ბატონო და გამორთეთ რა სიტყვით ჩვენს თემებზე გამორთა პრობლემა რამას მეტი ილია დიახ გისმენთ ეთერში ხართ დაიწყეთ ო ახლა შემოიდია ტელევიზორი გამორთული მარჩ დროს გვარგავთ ერთი წუთი გაქვთ მეტი არა დრო იწურება ბატონო ჩემო 30 წამში გადაცემას ვასრულებთ და თქვით რა გინდათ თქვა 30 წამში ვამთავრებ ახლა აჯვაია ხო ხარ კი მე ისე ნიუა იგორიავა მარშალია ვარ ემხვარი არ ვიხარი გასაგები ემხვარი სალადები იყვნენ მაგრამ იგორია ლეხები იყვნენ შენ სერვაჟიზე ხარ ვიდო საქმე
ვის ხლებს ეუბნებიან რა არა კორექტულობაა რას ვცანებთ არა ამ სიტყვებს ვერ დავუშვებთ ეთერში და ვეღარ მოგისმენთ უხერხულია ამის გამო შეიძლება თქვენც დაგაჯარიმონ და ჩვენც ისეთი კანონებია მიღებული უცენზურო საუბრისთვის ვასრულებთ დღევანდელ ეთერს ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ინტერაქტივს ნახვამდის